ზურგეთის მუნიციპალიტეტში ქალაქის ცენტრში მეორე საჯარო სკოლის წინ მდებარე მე-9 საბავშვო ბაღის მასწავლებელი გველმა სულ რამდენიმე დღის წინ დააკბინა. მას სამედიცინო ჩარევაც დასჭირდა, როგორც ის თავად ყვება ტევ პირველთან. ჩვენ რამდენიმე დღეა ვცდილობთ ამ ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა ბაღის ხელმძღვანელობა და ბაღის მასწავლებლები საგულდაგულოდ ცდილობდნენ ამ ამბავს, თუმცა თავად მასწავლებელმა, რომელიც სწორედ ამ ეზოში დააკბინა გველმა, ჩვენთან დეტალურად ისაუბრა იმ შემთხვევაზე, რომელიც როგორც გითხარით, რამდენიმე დღის წინ მოხდა, როგორც გველისგან დააკმენილი მასწავლებელი ამბობს, ამის მიზეზი იყო ის, რომ საბავშვო ბაღში, სადაც 100-ზე მეტი ბავშვია, ეზო გაცელილი არ იყო და ეს ეზო, რომელსაც ეხლა თქვენც კადრში ხედავთ, მას შემდეგ გაცელეს, რაც გველმა მასწავლებელს უკბინა. გველმა რომ დაგკბინათ, რა მოხდა რეალურად რომ მითხრათ? მანქანიდან გადმოვედი და ფეხი მაგ დანადგამი თვალათაც არ დამინახია, რომ გამისივდა და რეაქცია მომცა, უბრალოდ მე იმით ჩემით მივხვდი ფეხსაცმელზეც რაღაცა ისეთი ის იყო. გადამარჩინე უფრო სწორად ფეხსაცმელმა, თორე სამედიცინო ჩარევა დაგჭირდათ? სამედიცინო ჩარევა დამჭირდა. რა მოხდა შემდეგ, თუ მოვიდნენ ვინმე შეამოწმენ ეზოს, ანუ ბავშვებიც არიან უკვე სახიფათო ვითარებაა საკმაოდ. და მოვიდა ვინმე შეამოწმა? იმ დღეს ზუსტად მე რომ მაგიდა მემართა, იმ დღეს იყვნენ მოსული და ცელავდნენ. მერე გაცელეს. მანამდე არ იყო გაცელილი? მანამდე არა, მე მანქანას შეუცვალე უბრალოდ ადგილი კჭისკართან ხეა დიდი ხე და გრილში გადავაყენე და უბრალოდ რო ჩამოვედი მანქანიდან ეთყობა იქ ბალახში იყო 12 მეტრი ახლა. ანუ საბავშვო ბაღში იმხელა ბალახები ჰქონდათ, რომ გველები გაჩნდნენ. რატომ ალავენ, როგორ ფიქრობთ? იმიტომ რომ არავინ ყურადღებას საბავშვო ბაღს არ აქცევს? არ ვიცი, ახლა მაგდენს ვერ გეტყვით, უბრალოდ ჩვენი გაფრთხილებული კი ვიყავით, რომ იმ დღეს ნამდვილად იმ დღეს მოვიდა ცელავები. ბავშვებიც ხო თამაშობდნენ ამ ეზოში? ბავშვები კი არა, მე უკანა მხრიდან ვისარგებლე ჩვენი მისა. ნუ არსებით გველი შეიძლება უკანა მხრიდან წინგც გადმოვიდეს. რატომ არ იყო ბავშვების უსაფრთხოება დაცული? ვინ აგებს პასუხს? როგორ არწმენია ამ შეკითხვას, რომ მე? მთელი კოლექტივი დღეს ამ ბავშვების უსაფრთხოება. ქალბატონ ხათუნას ვესაუბრე და არ იყო ბალახი გაცელილი და ამიტომ იყო გველი. გადაყმა მანქანის ქვეშ გამოძრა. ვინ არის ამისგან დაზღვევა? ანუ ეზო რო გაცელილი არ იყო, ეს არ არის პრობლემა? ეზოს გაცელვა შეიძლება და გაგვიანდეს. საკუთარი ზგრე ბავშვები თამაშობენ ამ ეზოში. ეზოში მე რომელიმე ბავშვი უკბინა? და მასწავლებელს რო უკბინა არ არის? ქალბატონო, რატომ ალავთ? ჩვენ ბუნებრივია ვეცადეთ უფრო მეტი დეტალი გაგვერკვია ისიც, რატომ მალავენ საგულდაგულოდ ამ ამბავს ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომლები, თუმცა უშედეგოდ პაატა კუნჭულია ისევ იმალება, მისი პროტოკოლიც არ გამოჩენილა დღეს ჩვენთან სასაუბრო და ამ დრომდე დუმს ოზურგეთის ბაღების გაერთიანებას.